სოხუმში დაბადებული ვიქტორ სანეევი მძლეოსნობაში შემთხვევით მოხვდა. შემდეგ ბევრი იშრომა და მსოფლიო სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა. უამრავი ტრამვის მიუხედავად გახდა პირველი, ვინც სამჯერ ზედიზედ მოიგო ოლიმპიური ოქრო სამხტომში. მექსიკაში 1968 წლის 17 ოქტომბერს ორჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი. გადახტა ჯერ 17.23 მეტრზე, ხოლო შემდეგ 17.39-ზე. 4 წლის შემდეგ კი კვლავ 17 ოქტომბერს სანეევმა კიდევ ერთხელ გააუმჯობესა საკუთარი მიღწევა და ამჯერად მისი შედეგი 17.54 მეტრი იყო. ეს მოხდა მიუნხენის ოლიმპიადაზე. მექსიკასა და მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გარდა სანეევმა ოქროს медаლი მონრეალის ოლიმპიურ თამაშებზეც მოიპოვა. შეეძლო მეოთხე ოლიმპიური ოქროს მოგებაც, მაგრამ 1980 წელს ეს ტიტული ესტონელ იააკ უიდმიაეს ერგო, საყოველთაო მოსაზრებით მსაჯების პირადი გადაწყვეტილებით. 1992 წლიდან მოყოლებული სანეევი ავსტრალიაში ცხოვრობდა და 2022 წლის 3 იანვარს გარდაიცვალა. მუდმივად ენატრებოდა სოხუმი, ქალაქის ქუჩები და საკუთარი ეზო. იცნობდე შენს ლეგენდას.